შემდეგისთვის. დიდი მადლობა ქუთაის. დიდი მადლობა ყველა ქალაქს, რომელიც აქ ჩამოვიდა. დიდი მადლობა მთელ საქართველოს, რომელიც ხარს ვიჭერს. ჩვენ ვართ იუშენის დაავადებული ბავშვების მშობლები. ჩვენ ვართ იუშენის დაავადებული ბავშვების მშობლები. იუშენის დაავადება არის ფატალური დაავადება, ეს არის მძიმე დაავადება, რომელსაც არავის არ უყურებს. ეს არის ნელი სიკვდილი, ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანებს ბავშვობიდან 3-4 წლის ასაკიდან უკვე ბავშვს აცნის ნელ აცნის ძალას. იმის მაგერად რომ ბავშვი ვიქარდებოდეს, იმის მაგერად რომ ბავშვი ისდებოდეს და ბავშვის გასა ვიხაროდეს, ჩვენ ბავშვების გასა არ ვიხარია. იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები რომ ისდებიან, ისინი მოხუცდებიან და ისინი უახლოვდებიან ეტლის მდგომარეობას. ეტლის შემდეგ ისინი უახლოვდებიან საწოლს და საწოლის შემდეგ ისინი უახლოვდებიან სიკვდილს. ჩვენი ბავშვები არიან ისეთივე ბავშვები, როგორც ყველა თქვენთაგანის ბავშვები. მათ ისევე უხარიათ ეს სამყარო. მას ისევე უყვართ ზე, დედამიწა, ბუნება, თამაში, მათ ისევე უყვართ ყველაფერი როგორც თქვენ ბავშვებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის კეთება. ისინი უკვე 7 წლიდან მათ უკვე ექნებათ სიარულის პრობლემა. 7 წლიდან 11 წლამდე მათ უკვე სიარულის პრობლემა ექნებათ. 11 წლიდან ისინი იწყებენ ეტლში ჩაჯდომას. 16 წლიდან უკვე მათ ექნებათ ხელის მოძრაობის პრობლემა. ხელებს ვერ ამოძრავებენ ადვილად. ხოლო 18, 19 და 20 წლიდან მათ უკვე ექნებათ სუნთქვის პრობლემა. ჩვენ მშობლები ყოველდღე უყურებთ ამ საშინელებას და ჩვენ არ გვიხარია, ჩვენ არ ჩვენი ბავშვების გაზრდა და არც მათი დაბადების დღეები არ გვიხარია, ვინაიდან მათი დაბადების დღე არის ერთი ნაბიჯი კატალოგის შედეგისკენ და ერთი ნაბიჯი ეტლისკენ და ერთი ნაბიჯი საწოლისკენ. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება სახელმწიფოსთან ამ საკითხზე. თავიდან ვიყავით მარტო. თავიდან ჩვენ მშობლები ვიყავით მარტო. ყველა მარტო და ცალ-ცალკე ვეცოდით ამ დაავადებას. შემდეგ ერთმანეთი მოვუწევდით და გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიბრძოლოთ და მივადექით სახელმწიფოს. ჩვენ საზოგადოება არ შეგვიწუხებია, ჩვენ შევაწუხეთ სახელმწიფოს. და სახელმწიფო რომ შევაწუხეთ, წელიწად ნახევარი ქონდა მოლაპარაკება სახელმწიფოსთან, მაგრამ ვერაფერი შედეგი ვერ მივიღეთ. ჩვენი ბავშვებისთვის ერთადერთი რაც იყო, ის იყო, რომ მათ მიცეს შეშემოქმედის სტატუსი და სახელმწიფო ჩვენ გვაძლევს მედიკამენტს, რომელიც მათ მდგომარეობას ნაწილობრივ აუმჯობესებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად აუარესებს. ასე რომ დღეისათვის ჩვენ ვართ უკვე ქუჩაში გამოსული და ჩვენი იმედი არის ხალხი და ჩვენი იმედი არის საზოგადოება. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ხალხის გვერდზე დადგომა. ამიტომ დიდი მადლობა ყველას აქ მოსვლისთვის და დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, მოგესალმებით ქუთაისლებო. როგორც ქუთაის შევია, ესეთი სიტყვა დავხსნა დღეს და პირველი გასვლითი აქცია ჩვენ შეკრება მოვაწყოთ ქუთაისში. თქვენი ინიციატივით წარმოიდგინეთ, ეს არ ყოფილა ჩვენი ინიციატივით და მადლობა ბატონ აკაკის ამისთვის. ეს არის სწორედ ის თბილი დამოკიდებულება, ის ხარდაჭერა, ერთგულება, რაც ყოველთვის შეუძლია ქუთაის და ქუთაისს. დიდი მადლობა ამისთვის თითოეულს. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ჩვენს ბრძოლას, ერთხელ და სამუდამოდ შემოკარგებო, დედაქალაქი იქნება ეს, ქუთაისი იქნება, ბათუმი იქნება, თელავი იქნება, უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური, სწორი კულტურა დაავადებასთან ბრძოლის. არ უნდა უწევდეს მშობლებს, ბავშვებს, პაციენტებს, მათ მხარდაჭერებს ქუჩაში გამოსვლა. ძალიან კარგია, რომ თქვენ ეს დაავადება არც არ გაწუხებდათ, მე ვერ აგიფაროთ. ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, მაგრამ თქვენ რო აქ გეხართ, ეს არის ძალიან დიდი სიძლიერე ჩვენთვის, მიტოვებული ჩვენთაგანისთვის. ეს არის დამოკიდებულება, სწორი დამოკიდებულება, ქრისტიანული დამოკიდებულება. ეს კი არა, რომ მე უნდა მქონდეს და მე უნდა მატოხებდეს. ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც უცხოელი იყოს, ქართველი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს.
როცა არ გაწუხებ შენ და აქ გახარ, სწორედ ეს არის სწორი ქრისტიანული დამოკიდებულება. და თქვენ არასოდეს ქუთაისის პროცესს არ გეშლებათ. ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ძალიან მცირედი ნაწილი ხართ, ჩვენ მხარს მიჭერთ. ძალიან მცირედი ნაწილი, მაგრამ ეს დიდი გამოხატულებაა ჩვენი ინიციატივის გარეშე რომ მოხდით და გეხართ ჩვენს გვერდით. და ძალიან ბევრი ხალხი მიჭერს მხარს. ბატონმა კახა მისაუბრა დაავადებაზე. ჩვენ აღარ უწოდეთ ამ დაავადებას მკვლელს. შესაძლოა პაციენტებიც გვესწრება ტელევიზია იტევს და ისმენენ ბავშვები, მაგრამ ჩვენ იმიტომ აღარ უწოდეთ ამ დაავადებას მკვლელს, რომ უკვე ამერიკამ, ევროპამ და უამრავმა ქვეყანამ აღიარა მედიკამენტები, რომლებიც ამარცხებს ამ დაავადებას, რომელიც აჩვენებს ამ დაავადების პროგრესირებას და ათეულობით ქვეყანა ზეიმობს ხალხო ამ დაავადების დამარცხებას და ჩვენ ქუჩაში ვიწევთ გამოშლა, ჩვენს შვილებთან ერთად, ხარდამჭერებთან ერთად და ქუჩაში ვითხოვთ მედიკამენტს. ეს დაუშვებელია და ამიტომ ვამბობ, როგორც დასაწყისში ვთქვი, რომ აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ნებისმიერ იშვიათ დაავადებაზე ხდებოდა სწორი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთ მშობელს არ უნდა უტევდეს ქუჩაში გამოსვლა. ერთი მხრივ ჩვენ ვერვით დაავადებას და მეორეს მხრივ ვერ ვხვდით ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც შეიძლება გახდეს დაპირისპირებული მხარე. ჩვენ 3 წლის წინ აკონდროპლაზიის შემთხვევაში, როდესაც მაშინაც გაერთიანდა ერივით გაიგო, იგივე ბრძოლა გავიარეთ და მშობლები გამოვიდნენ ქუჩაში. ჩვენ მშობლები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ, იურისტები, პედაგოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა. და რატომ? რომ უფრო მეტად გაიგოს სახელმწიფომ ჩვენი ხმა. და რატომ? იმიტომ რომ პრიორიტეტი არ არის ჩვენ სახელმწიფოში ადამიანის სიცხე და ჯანმრთელობა. ჩვენ არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებთ და როცა ვიღაცა ამბობს, რომ შესაძლოა ვიღაცამ გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, ეს გამორიცხულია, როდესაც ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, როგორ შეიძლება რომელიმე მშობელი გაიყიდოს და პოლიტიკური განცხადება გააკეთოს. ან ვიღაცამ ისარგებლოს ამით. ეს დაუშვებელია. სწორედ ეს არის ის ნარატივი, რაც გვიშლის ურთიერთობას მოლაპარაკების პროცესს აფერხებს. სწორედ ეს არის ძალიან ყველაზე ცუდი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის, სახელმწიფოსა და მშობლებს შორის, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. უამრავი იშვიათ დაავადებაა ხალხო, უამრავი იშვიათ დაავადება და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში უფრო იზრდება სტატისტიკა. ამიტომ არა მხოლოდ იუშენის კუნთოვან დისტროფიაზე, არა მხოლოდ აკონდროპლაზიაზე, არა მხოლოდ სპინალურ დაავადებაზე, ყველა დაავადებაზე არც ერთხელ არ უნდა მოუწიოს მშობელს გამოსვლა ქუჩაში. სახელმწიფო უნდა ქმნიდეს, უნდა შეიქმნას სახელმწიფო იშვიათ დაავადებების პროგრამა, სადაც ყველა დაავადებაზე, ყველა გამოვლენაზე სახელმწიფო მოახდენს დროულ რეაგირებას. სწორედ ამისთვის გახართ ჩვენ ვიცხადეთ სოლიდარობას, ბუნებრივია და ძალიან ბევრ ადამიანს უჭერთ მხარს, არა მარტო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. მე ვახსენე, რომ ეს დაავადება არ არის მკვლელი, სწორედ აღარ არის მკვლელი და მათ ხდება ეს დაავადება და როდესაც სამწუხაროდ ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ რატომ უნდა გადავიხადოთ თანხა 2-3 წელში, ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი თითოეული მშობლისთვის, მოქალაქისთვის, ვისაც გული შესტკივა და ძალიან დიდი არმია ყავს ჩვენ დედაქალაქში. თითქმის ყველა პროფესიის ხალხი, მათ შორის აქ უკვე აღარ არსებობს პოლიტიკური წამსი, ვინ ავტორობის მომხრეა, ვინ არ არის, უკვე ხალხი აღარ აჩერს დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, აქაც ვინ ვისი მომხრეა. ყველა უჭერს მხარს ამ ბავშვებს და ყველა დგას სიმართლის მხარეს და ეს სიმართლის მხარე არის ის, რომ ბავშვები უნდა გადარჩნენ. და იმაზე საუბარი, რომ რატომ უნდა გადავიხადოთ თანხა 2-3 წლის გადავადებაში, ეს აბსურდულია და ეს მიუღებელია, დაუშვებელია ხალხო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს ეხება, შეიძლება ერთ დღეში თელი სამყარო გაიღოს მშობელმა. საზოგადოებამ რას ნიშნავს, როცა 2-3 წლის გამო არ გადაიხდის სახელმწიფო თანხას, როდესაც აღიარებულია მედიკამენტები. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ დასკვნა, რომ არათუ წამლების სიძვირე, არათუ წამლების არაეფექტურობა და უკუჩვენება, არამედ იმაზეა საუბარი, რომ არ არის პრიორიტეტი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უფრო მეტიც 2-3 წელი არ ხდება ამის გადავადება, ხდება სიცოცხლის გაორმაგება. ნახეთ, რატომ გავართ ეხლა ჩვენ ყველანი აქ. 20 წლის ნაცვლად, რაც კახამა აღწერა, 20 წლის ნაცვლად ხდება სიცოცხლის გაორმაგება, 40 წელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ შვილებს ჩვენ 20 წელს ვაჩუქებთ და თქვენი აქ ყოფნა შემადგენელი ნაწილია იმ წარმატების, რომელსაც აუცილებლად მივახცევთ. წარმოიდგინეთ, რამხელა ზეიმია, არა 2-3 წელზე ეს არ ვიცი საიდან მოიტანა ჯანდაცვის მინისტრმა, მაგრამ უფრო მეტიც ჩვენ 2-3 წლის წინ არ ვიცოდით იქნებოდა თუ არა რაიმე მედიკამენტი და დღეს გვაქვს არაერთი მედიკამენტი.
ანუ ლოგიკა ის არის, რომ 2-3 წელში შესაძლოა სრულად 100%-იდან სრულად დამარცხდეს უამრავი მედიკამენტით ეს დაავადება, რადგანაც ჩაშებულია კვლევით ფაზაში უამრავი მედიკამენტი, არის უამრავი კვლევა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ევროპაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში და შესაძლებელია სრულად დამარცხდეს ეს დაავადება და დღეს და განავარჩინოთ ეს ბავშვები, რომ მიიღონ ეს მედიკამენტი ხვალ. ამიტომ თითოეული ერთი ბავშვის რომ იყოს ხალხო, მნიშვნელობა არ აქვს 85 ბავშვია 100 თუ 1500. ერთი ბავშვიც რომ იყოს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ქართველებს ყოველთვის გვახასიათებს ეს თვისება. არ მინდა გამოყო რა თქმა უნდა ქართლ იმერეთი, მაგრამ ქართველებს გვახასიათებს და განსაკუთრებულად იმერებს ერთი დგომა, თანადგომა და ეს სიყვარული, რაც შეიძლება ამ დროს გამოხატოს ადამიანმა. ჩვენ ბრძოლის შემდეგ უამრავი ოჯახი წასული იყო უცხოეთში, მათ შორის მეც ვიყავ, ცოტა ხნით ჩამოვედი. იქ გვეუბნებიან ჩვენ, რომ თქვენ გყავთ მთავრობა, გყავთ სახელმწიფო, გყავთ ბიუჯეტი და თქვენმა სახელმწიფომ უნდა მოგაქციოთ ყურადღება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს, ნახეთ თითოეულ თქვენთანაც რომ ვკითხო, გამწევს ალბათ პასუხს იმაზე, რომ თუ ვინმე საქართველოს მოქალაქეს რაღაც დაავადება ექნება იშვიათი, ყველას აქვს ერთი კითხვა, რომ სად წავიდე. რატომ უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეები? ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, თქვენ ამრავლად, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში არ უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოქალაქე, რომ სად წავიდე. უნდა მიატოვოს მან საკუთარი სახლი, კარი და მე ვიცი ამ ხრივ ახლა ძალიან რთული მდგომარეობა, არა მარტო სამკურნალოდ, იმის გამო რომ შვილები გაზარდონ, განათლება მისცენ და არჩინონ, ბევრი ადამიანია წასული. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არ უნდა უწევდეს საქართველოს მოქალაქეს იმაზე ფიქრი, ეს იქნება ონკოლოგიური დაავადება და ნებისმიერი იშვიათი დაავადება, რომ ქვეყნიდან გაიქცეს. სწორედ ამას უნდა ვეუბნებოთ ჩვენ. სწორედ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ ჩვენ, არ უნდა უწევდეს საქართველოს მოქალაქეს და როცა ვეუბნებიან, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური წინსვლა, როდესაც უწევთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენი მოქალაქეები გარბიან ჩვენი ქვეყნიდან. შესაბამისად ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ როგორც ნორმალური სახელმწიფო. ასევე მინდა ვესაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ზოგადად ამ დაავადებასთან მიმართებაში. არ დაიჯეროთ ხალხო, რომ ამ დაავადებას აქვს ისეთი უკუჩვენება, რომელიც გადაწყვეტს სარგებელს. აქეთი მედიკამენტი არ არის პანაცეა, რომ 100% ყონავდეს დაავადებას და თითოეული, როდესაც საუბრობთ სიცოცხლის გახანძლებაზე, თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრება არის სიცოცხლის გახანძლება, თითოეული კურნალობა არის სიცოცხლის გახანძლება, მოდივად არავინ არ ვართ ამხნად. და მით უმეტეს, როდესაც ეს ბავშვებს ეხება. ამ მედიკამენტებს, რომელიც არის არაერთი მედიკამენტი, აქვს 1-2% უკუჩვენება. 1-2%-ის გამო ბუნებრივია, როდესაც სარგებელია 99% დაუშვებელია უარი ითქვას მედიკამენტის მიღებაზე. ჩვენ არა ვართ ბუნებრივია ვინმეს წინააღმდეგი პიროვნულად, ან რაღაც პერსონალურად ვინმე თანამდებობის წინააღმდეგი, ჩვენ ვითხოვთ სიმართლეს. უკვე მეხუთე დღეა ხალხო, დედები, რომლებიც არიან მიჯაჭვული ბავშვებს და პირიქით ბავშვები ვერწლებენ დედების გარეშე, დედები ათენებენ ღამეს. წუხელ ბათუმიდან ჩამოვიდა 5 დედა, ბავშვები მიატოვეს სახლში და ღამე გაათენეს თბილისში. ღიაცის ქვეშ, სადაც პოლიციამ არ მოგცა პუფების შეტანის საშუალება კანცელარიის წინ, პოლიციამ არ მოგცა ბალიშების შეტანის საშუალება, კარების გაშლის საშუალება. ეს უკვე მარაზმია, ხალხო, დამას ქართული საზოგადოება ყოველთვის სცემდა და გასცემს პასუხს. და წუხელ 5 დედამ გაათენა ღამე ბათუმიდან თბილისში. ჩამოვიდნენ ქუთაისიდანაც, ქალბატონი თამარიც იყო და გაათენა ღამე, იმიტომ რომ ნახეთ, იქ გათენებული ღამე ერთისთვის დედისთვის ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა და მაგისთვისაც, მაგრამ მეორეს მხრივ გვრის სიამოვნებას, რომ შენი შვილის გამო შეიძლება ღამე გაათენო, შენი შვილის გამო შეიძლება ქუჩაში გამოხვიდე, შენი შვილის გამო შეიძლება სიტყვით გამოხვიდე. ძალიან ბევრი დედა აცლევლებული გამოდის სიტყვით და აცლევს ინტერვიუს. ეს საამაყო მხარია, რა თქმა უნდა, როცა შვილის გამო დედა ამას აკეთებს. ჩვენ როგორც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, თითოეული მშობელი დგავართ ბავშვების გვერდით. ეს ბავშვები არიან ძალიან მაგარი ბავშვები და თქვენ ნახავთ ერთ-ერთ ვიდეოს, ბეკაშონიას ვიდეოს, რომელიც არის 21 წლის და მას ვერ მოუსწრო მედიკამენტმა და ბავშვი ამბობს, რომ 21 წლის ბიჭი ამბობს, რომ მე ყველა კუნთი მოდუნებული მაქვს, მაგრამ იქნება ამ ბავშვებს დაეხმაროთ და გადაარჩინოთ. წარმოიდგინეთ. და რამოდენიმე ჩაწერა აღნიშნული მსგავსი ვიდეო. ეს ბავშვები ყველაფერს აცნობიერებენ, ძალიან თბილი ბავშვები არიან და როგორც კახა ბრძანა
ამ ბავშვებს აქვს განვითარების უფლება, მკურნალობის მიღების უფლება, თამაშის უფლება, პროფესიის მიღების უფლება. შესაბამისად ისინი არიან სრულყოფილი მოქალაქეები და დაუშვებელია მათი შეზღუდვა. მათი განვითარების პარკლების შეზღუდვა. ეს არის დაუშვებელი და ჩვენ მას არ დაუშვებთ. ჩვენი ქვეყანა მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს. კონსტიტუციით და ამ კონვენციით ბავშვებს აქვს უფლება რომ განვითარდნენ, მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, განათლება და ყველა საკითხი რომელიც წყდება ქვეყანაში უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილი. ჩვენ ეს უნდა დავნერგოთ ხალხო და ეს არის ყველაზე მთავარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ჩვენ შეხვედრები გქონდა ჯანდაცვის მინისტრთან და რა შეხვედრა იყო, ჩვენ ვერ დავინახეთ თანადგომა, ემპათია ბავშვების მიმართ. ჩვენ გარდაგვეცვალა და გასულ თვეში დავკრძალეთ ძალიან მაგარი ბიჭი, რომელიც მამადიეთ, მაგრამ უნდა თქვა, რომელიც მამას ეუბნებოდა, რომ მამა მიშველეო და რატომ ეუბნებოდა მამას მიშველეო? იმიტომ ეუბნებოდა, რომ მან იცოდა, რომ წამალი უკვე არსებობდა და მას ვერ მოუსწრო ამ წამალმა. ამიტომ ეუბნებოდა მამას და განადგურებული იყო, მშობლები და განადგურებული ვიყავით ჩვენ ამ დღეებში. როდესაც ბავშვი, რომელიც აცნობიერებს და დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ მისი გადარჩენა შეიძლებოდა. დედა აქციაზე იყო და ერთ კვირაში ბავშვი გარდაეცვალა. წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედიაა ეს. უზარმაზარი ტრაგედია, სადაც იცი მშობელმა რომ წამალი არსებობს, იცის ბავშვმა რომ წამალი არსებობს, იცის ჩვენმა მხარდამჭერებმა და ნებისმიერმა მოქალაქეებმა რომ წამალი არსებობს და დღეს ეს წამალი ბავშვებს არ აქვს. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ეს, არ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ თითოეულმა, არ უნდა მოგვერიდოს არც ქუჩაში გამოსვლა, არც დაპოსტვა სოციალურ ქსელში და არც ინტერვიუს მიცემა, რადგანაც როდესაც ამ თემაზე საუბრობ, შენი ხმა ყველაზე ძლიერია და ყველაზე სუფთაა. ვერავინ ამ დროს ვერ შეგაშინებს. დღეს თუ ვინმეს ეშინია, რომ მოდი მე ვერ გავალ დღეს აქციაზე, ხვალ შეიძლება სამსახური დავკარგო, ეს დიდი დანაშაულია, რა თქმა უნდა და სწორედ ამ ბრძოლის დროს ცივილურად უნდა მოხდეს საზოგადოების გაერთიანება, კონსოლიდაცია, რომ სწორი აზროვნებით ხვალ ზეგის ბავშვები გადავაჩინოთ, რომლებსაც შესაძლოა და მეტყველა დაიფაროს რაღაც დაავადება აღმოვაჩნდეთ. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად. აი მე რო დაგინახეთ და გურწმენად გეტყვით, აი გული სიტყვი გამევსო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ქუთაისი და ცხოვრობდი ამ ქალაქში და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. დიდი მადლობა თქვენ ამ თანადგომისათვის. ჩვენ ყველა ერთად თქვენთან ერთად ჩვენს მაგარშვილებთან ერთად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ყველას ვერდითომისთვის, მხარდაჭერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დედებისთვის, მამებისთვის. გაიგოს ეს ყველაფერი საზოგადოება და არ დაიწეროს ის სრულ ინფორმაცია, რასაც ავრცელებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ საჯველაძე. არ შეიძლება ბავშვებს დაუწესოს მათ სიცოცხლის დღე, შეგვაძლოთ ბავშვებს 3 წელის სიცოცხლის, მას არ აქვს ამის უფლება. ჩვენ გამწარებულ დედებს, გამწარებულ მამებს ვერავინ ვერ დაგვაჯერებს, რომ ეს მედიკამენტები ეფექტური არ არის. ჩვენ გვყავს ცოცხალი მაგალითები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბავშვები, რომლებიც სამედნიეროდ აღმოჩნდნენ ამერიკის მოქალაქე. ჩაიტარა ამ ბავშვმა ეს მედიკამენტი, გენური თერაპია. ბავშვი, რომელიც ერთ საფეხურსაც ვერ ადიოდა, მას უკვე შეუძლია 9 სართული დაფაროს ისე, რომ მას პრობლემა არ შეექმნეს. ჩვენ მშობლებს ვერავინ ვერ დაგვაჯერებს, რომ ეს მედიკამენტი შედეგს არ დებს. ჩვენ მშობლები ბრძოლას ვაგრძელებთ, სანამ ეს არსებული მედიკამენტები არ ჩაეშვება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან გთხოვთ ყველას, ნუ დაუჯერებთ საჯველაძის სიტყვებს, ყველამ სოციალურ ქსელს კარგად ფლობ, მოიწიეთ გარკვეული ინფორმაცია, თუ რა არის ბიუშენის კუნთოვანი დისტროფია. და არ წამოეგოთ მიხეილ საჯველაძის პროვოკაციას. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და მან თქვა ესეთი რაღაც, რომ დაფიქრდით მშობლები, თუ როგორ რისკის შემცველია ეს მედიკამენტი. აი მშობლები გაგვაწმილა იმაში, რომ ვითხოვთ მედიკამენტს, ჩვენ ვითხოვთ მედიკამენტს, რადგან ვიცით თუ როგორი შედეგი მოაქვს მას. და რაც შეეხება ჩვენი მთავრობას, ჩვენ მშობლებს წაგვიჭირს ვებრძოლოთ ერთხრივად ამ უდიდეს და სრულ დაავადებას, რასაც ბიუშენის კუნთოვანი დისტროფია ქვია, შემდეგ
გვიწევს ბრძოლა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ხელისუფლებასთან. თითქოს და დედების ხმა არავის არ ესმის. ყველანი გამოდით, ყველანი მხარი დაგვიჭირეთ, არავინ არ არის. დაცული დღეს ამ საშინელი და ბერაგი დაავადებისგან. ყველანი გამოდით. ეს მარტო 100 ბავშვის შობლის სათქმელი არ არის, ეს მთელი ქვეყნის სათქმელია და მე მჯერა რომ ერთად მივახცევთ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს თქვენი გვერდჩიტყვებით და თქვენი მხარდაჭერით. მადლობა ყველას მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, უცხოებო, ყველას მოგესალმებით. მე ვარ დავით ახუნდარიძე, რომელიც დისტროფიით დაავადებული შვილიშვილის ბაბუა. მე მინდა დიდი თხოვნით მოგმართოთ. ჩვენ 2 წელია ბატონი მინისტრი გვატყულებს, ისე რომ შობლებს და გვეუბნება, რომ აი თუ რამე იქნება ამალის შედეგები, ჩვენ მზათავართ რომ გემსახუროთ და მოგემსახუროთ თითოეულ თქვენთაგანს. მაგრამ ეს ტყუილია, მე მინდა რომ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს. ეს წამლები და არის ეს მედიკამენტები 4 თავი, რომელიც უხდება ბავშვებს სხვადასხვა კურსით და ძალიან მისაღებია სასწრაფოდ ეს ზომები. თქვენი გვერდით დგომით, ხალხო. მე დამჩა ერთადერთი იმის იმედი, ღმერთის და ხალხის. დანარჩენი ესენი არაფერს არ აპირებენ. სრულიად იტყვილებიან ყველაფერს. გვპირდებიან, რომ არ არის და ატყულებენ ხალხს ტელევიზიების საშუალებით. დიდი მადლობას მოგიხდით. მე როგორც ქუთაისელი, როგორც ბაღდათელი კაცი, მოსული და აქ ჩემი უამრავი მეგობრები არიან და ყველას მადლობას მოგიხდით. და თქვენი თანადგომით, ხალხის თანადგომის გვერდით ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენი შვილები ფეხზე იქნებიან. სანამ არ ჩაწოლილ არიან, რომელიც ჩამჯდარია იმგენისიც გადარჩენა შეიძლება. ესეთი მედიკამენტები არსებობს, რომ გაუკეთოთ და სიცოცხლე გაუხანძლიოთ ამ ახალგაზრდებს და მომავალს. დღეს არავინ არ არის დაზღვეული ამ ვერაგი ავადმყოფობით. კილერია და სიკვდილია ჩვენ ოჯახებში მოსული. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ვეღარ ვაგებინებ. 9-ჯერ უთხარით, რომ წამალი 9-ჯერ უთხარით და 100-ჯერ და მილიარდჯერ შევთავაზეთ. ჩვენ არ გაგვავშირებს აქ არავითარი პოზიცია და ოპოზიცია. ჩვენ გვინდა წამალი მშობლებს და მოვითხოვთ წამალს. თქვენი გვერდით დგომით, ძალიან დიდი თხოვნით, ვისაც იცნობთ, ყველას რო ხმა მიაწოდოთ, რომ ეს არსებობს, არ არის ეს ტყვილი და დაგვეხმარეთ და თავრობაც მიიღებს ამ ზომებს და გადაწყვიტავს. გაიხარეთ და მადლობა უღმესი ყველას და თანადგომისთვის შემოგევლეთ, შემოჩემიანებო და კარგებო და ყველა ჩემები ხართ, მიყვარხართ და გაფასებთ. გამარჯობათ, ჩემო ქუთაისელებო, მე ვთქვათ. მინდა გთხოვოთ, რომ მოუწოდოთ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ყველას. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მეტად დაუხდებით ერთმანეთს გვერდით. ეს არ არის მარტო ჩვენი ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ დიუშენისთვის ბრძოლა. ეს ყველა იმ ბავშვისთვის და არ დაბადებული ბავშვისთვის ბრძოლა არის, რომელსაც მომავალში შესაძლებელია დაიჭირდეს რაიმე მედიკამენტით მკურნალობა, რომ სხვა დედებსაც არ მოუწიოთ ცალ-ცალკე თხოვნა, მოთხოვნა და გარეთ ყოფნა. ჩვენი ღამის თევები, ამ მშობლების ღამის თევები და გულის ტკივილი იქნება ყველა სხვა ბავშვის დახმარებაც კი. არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ბავშვის სიცოცხლეზე გვიწევს თხოვნა, იმ ქვეყანას ერქვას ალბათ ქვეყანა. პირველი არის მთავარი ბავშვის სიცოცხლე. ეს ბავშვები რომ არ ყოფილიყვნენ ამ სინდრომით, ჩვენს ქვეყანას ხომ უნდა გამოდგომოდა, ამ ქვეყნისთვის ხომ უნდა ემსახურა. მინდა ვიმართო ასევე ჩვენ სახელმწიფოს, რომ გამოიყენოს ყველანაირი რესურსი და დაეხმაროს ყველა ოჯახს, რომ გადარჩნენ, იცოცხლონ და ბედნიერება შეძლონ. აქ არ არის მნიშვნელოვანი, რომ 10 წელი, 20 წელი მნიშვნელოვანია, რომ დიდებმა და მშობლებმა, მამებმა შეძლონ თავიანთი შვილების ცოცხლად ყურება. მოგიწოდებთ ყველას, რომ დაურეკეთ, მიწერეთ, დაპოსტეთ
ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გავხდეთ. მეტი ადამიანი მოვიდეს და მეტად მივაწვდინოთ ხმალ, რომ ეს ადამიანები და ჩვენ არა ვართ მარტო. მეგობრებო, ჩვენ ყველას მადლობას უხდით და განსაკუთრებით მადლობას გიხდით იმ ხალხს, რომლებიც გაიგეთ ამ დაავადების შესახებ და არ დაიზარეთ და აქ მოხვედით დღეს. ყველა მხარს გვიჭერს, ჩვენ არ გვყავს მტერი მოწინააღმდეგე, ჩვენ საერთოდ არ გვყავს. არავინ არ არის ჩვენი მტერი. მაგრამ ის ხალხი, რომელიც ეხლა აქ მოხვედით, თქვენ ხართ ყველაზე უფრო თბილი და ადამიანურები და ყველაზე უფრო მოსიყვარულეები ჩვენ თვალში. იმიტომ რომ თქვენ არ დაიზარეთ და აქ მოხვედით, თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს იყო მინიმუმი, რისი გაკეთება თქვენ შეგეძლოთ. ქუთაისი არის ჩემი ბავშვობის საყვარელი ქალაქი. ქუთაისი არის ჩემი სიყვარული და ჩემი სითბო. მთელი ჩემი ბავშვობა ქუთაისში, ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი ამ ქალაქში მაქვს გატარებული. და მე მინდა რომ ჩემმა შვილმაც იზრდოს ის სითბო და სიყვარული, რაც მე ქუთაისში გავიარე. მე მინდა რომ ჩემმა შვილმა ნახოს ის თბილი ბავშვობა, რაც მე მქონდა ქუთაისში. და ყველას გვინდა, ყველა ჩვენ მშობელს გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები თქვენ ბავშვებთან ერთად თამაშობდნენ. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები ამ ლაბას ქალაქში, ამ საყვარელ ქალაქში ისე გაიზარდონ, როგორც თქვენი ბავშვები იზრდებიან. დიდი მადლობა ყველას. ძალიან ბევრი პოზიციის აქვს. როგორც დედა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც ჩემი და, რომელიც ახლა საფრანგეთშია და 2 წელია იბრძვის ამ მედიკამენტისთვის, იბრძვის თავისი შვილის გადასარჩენად. სახელმწიფო ვალდებულია ამ ბავშვებს მიცეს წამალი. ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც განსაკუთრებულს. ჩვენ გვაქვს უფლება მივიღოთ წამალი მოთხოვნის გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ესე არ არის ჩვენს ქვეყანაში დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა მშობელი, ყველა ოჯახის წევრი, თქვენთან ერთად, ყველა ქართველთან და ყველა დედასთან ერთად მივაღწევთ ამ შედეგს და ამ ბავშვებს გავუხარძლივებთ სიცოცხლეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიცოცხლის გახარძლივება. აქ არ ვსაუბრობთ ამ დაავადების აბსოლუტურ განკურნებაზე. ყველა დღე მნიშვნელოვანია, ყველა წუთი, ყველა საათი. დღეს შვილებთან ერთად ვარ მოსული და იმედი მაქვს, რომ ჩემი დათუჩაც მალე იქნება ჩვენთან ერთად და მისი სახელმწიფო მიცემს იმ ყველაფერს, რაც ევალება სახელმწიფოს და დაიცავს ყველა ბავშვის უფლებას. ყველა ბავშვი თანასწორია და ყველა ბავშვი საქართველოში უნდა იყოს ჯანმრთელი. მადლობა თქვენ ყველას მობრძანებისთვის. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ მე ვარ ერთადერთი შორეული ქვეყნის. მე ვარ ერთადერთი ბებია, რომელიც სასულია გერმანიაში, მკურნალობს. არის დაავადებული დისტროფიით და მკურნალობს ის ბავშვი, ეძლევა წამალი. არის დიდი შედეგი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეს მიიტანოს გულთან, ნუ გაგვამწერებს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. ჩემი თხოვნაა და ყველასი თხოვნაა ფერმა საქართველომ მიიღოს ყურად ეს, რომ ეს არის დაავადება ვერაგი და შეიძლება გადარჩეს ბავშვი. ჩვენი ყველა წუთი, ყველა საათი, ყველა დრო ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ბავშვი მეუბნება, რომ ბებო, მე მინდა საქართველო, ბებო, მე მინდა ჩემი სახლი, მე მოვითხოვ, კი, ღებულობს სამას, არის კარგად, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემო საქართველო მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში წასული ბავშვებიც კი იყოს მის სახლში, ითამაშოს მის ეზოში.
და ალბათ მიიღებს გულთან ამ ყველაფერ ჩვენი საქართველო და ჩვენი ხელისუფლება. მე მადლობას ვიხდი თქვენი მობრძანებისთვის და გვერდში დგომისათვის და იმედია არ გაგვწიავს ბებიებს, ბაბუებს, დედებს, მამებს და ყველა ახლობებს. მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა კამბატონს. დიდი მადლობა ყველასთან. წარმოიდგინეთ როგორი სასოწარკვეთილია მშობელი როცა 8 წლის ბავშვი ამბობს რომ მე მანდ ბავშვობა მექნებაო. აი როგორ დღეში არის და გადამარჩინეო სახელმწიფოს მოსწორი. შეიძლება რომ კეთილინება გამოვიდეს და დაგვეხმაროთ. ხელისუფლებას ხობს რომ დაგვეხმაროთ. ხოლმე წამლი რომელიც არსებობს არის რეალურია. ახალი რამდენიმე მშობელი რომლის შვილი იღებს ამცამას, რატომ შვილი ცრუობს? ხომ შეიძლება რომ დაგვეხმაროთ და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში იმკურნალოს და არ იყოს ემიგრანტის ველი ცხოვრება, რომელიც ძალიან ცოტა-ცოტაღლიანია მისი ცხოვრება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას. ერთხელა სამუდამოდ, აი ძალიან მოკლედ გეტყვით, არასოდეს სახელმწიფო ბუღალტერიას არ უნდა ახდენდეს ბავშვების სიცოცხლესთან ჯანმრთელობით. არ უნდა ამბობდეს რომ 2-3 წელი გადაუვადებს სიცოცხლეს. თუნდაც ასე იყოს, მაგრამ წეგანად გითხარით რომ აორმაგებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქართველებმა უნდა შევცვალოთ ეს მიდგომა, რა დაავადებაც არ უნდა იყოს, რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ეს კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს და კიდევ ერთხელ განმეორდებით, არასოდეს არ უნდა უჩნდებოდეს ის აზრი, რომ წავიდეს ქვეყნიდან და დატოვოს თავისი ქვეყანა და თქვენ ნახეთ აცრემლებული ქალბატონები, რომლებსაც შვილიშვილები ენატრებათ. და როგორი სიტყვები თქვა ქალბატონმა, რატომ არ უნდა ირბინოს თავის ეზოში, რატომ არ უნდა მიაწოდოს სახელმწიფო მედიკამენტი, რომელიც აღიარებულია და სხვა ქვეყანას თხოვდა, შენი ქვეყანა გიშვებს და არ გიხებს. ეს არის სამწუხაროდ. ბუნებრივია და არავინ პოლიტიკურ ჭრილში არ საუბრობს, როცა ამას ითხოვს. და ეს მოთხოვნა არის სუფთა და სამართლიანი. ცოტა ხანში ჩვენ გადავინაცვლოთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მარშით მერიასთან, თუ გაქვთ დრო რომ ერთად გადავიდეთ და ჩვენი პოზიცია ერთად გამოვხატოთ. მოგესალმებით ყველას ხარში გვიდგახართ გვაყნევებს და მე ვარ ერთ-ერთი მუშაობის წინა ანდრია შამოგიასი, აგებავში სახელია. მე ვიტყვი მხოლოდ ერთს. მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნები ხელმძღვანელობენ ამ პრეპარატით და გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, სამწუხაროდ ჩვენი მინისტრი გვისახავს ასეთ სურათს, რომ თითქოს პრეპარატი არის ჯერ კიდევ მიღების მცდაზე. არა და ამ შემთხვევაში პრეპარატმა გაიარა უკვე 5 ეტაპი. ჩაეშვა და აბსოლუტურად მიიღება ბავშვებზე. როდესაც გვაქვს სრული მაგალითი და ჭეშმარიტება, არანაირი უფლება არ აქვს ბატონ სარჯველაძეს უარი გითხრას პრეპარატზე და ჩვენი შვილები გაძიროს სასიკვდილოდ. ჩვენ არ დავნებდებით, ვიდგებით იქ ჩვენი შვილების გვერდით და ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე. დიდი მადლობა. გადავინაცვლოთ როგორც გითხარით. ბატონი აგაკია. გამარჯობა. ტექნიკურად ავხსნი რას ვაკეთებთ ახლა. მერი არის, აი მე თუ მიყურებთ ახლა, იმიტომ რომ ხელებითაც მომისევს საუბარი რომ ორგანიზებულად ვიყოთ. თან პატრონთან არ მოგივიდეს წინააღმდეგობა, ისე გადავინაცვლოთ. ჩვენ ვაპირებთ რომ გავუყვეთ სამანქანოს, რას აი ჩემგან მარცხნივ, კიდისკენ, ოღონდ დაიმახსოვრეთ. გზის, სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს უნდა ვიაროთ მხოლოდ, რომ მარცხნივ მანქანებმა თავიანთ გზაზე გაიაროთ. ასევე მეორე თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება ჩვენ წინ 4 ბანერი გვაქვს ყველაზე დიდი. აი ახლა ხელით უნდა ვიგაჩნდოთ თქვენი და მაგ ვერ ვიხედავ. დიახ, თქვენ რო წამოხვიდეთ, ჯერ თუ შეიძლება ჩემთან ერთად დიდი ბანერები წინ და მათ უკან გავუყვებით ყველანი. იმედია გასაგებია ხო ყველაფერი? აი ახლა
არავინ არ გადავა იქ ფაქს. Панеровици. ხანაბრად სიარული უკეთესი. ცოტა ხანი გამოდერო უკეთესი. მარჯვენა მხარეს ვიკავებთ მხოლოდ რომ მანქანებმა იმოძრაოს. შეგვიძლია დავიძრა. სადაც არის სიჩქარე, უმჯობესია. არ ვიჩქაროთ ძალიან უნდა რომ ხშირად მერე ჩამოვჭერთ.
შემორჩენილია ხეები.
სამგაჩერებულები რა მოდი ორ სიტყვას ვიტყვი მეგობრებო რა. რა თქმა უნდა სიცოცხლე არის უძულფასესი და რა ღირებულებისაც არ უნდა იყოს ეს წამალი, სიცოცხლე არის შეუფასებელი. ასე რომ წამალი ბავშვებს აუცილებლად შემოძვირფასებო. აქცენტ გადაჭრა ამ კონკრეტულ საკითხში და მინდა მიმართო პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის თანადობით ძალიან ქართულ ოცნებას და არა მარტო თავრობაში მყოფ ეგრეთ წოდებულ ძალას. არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქართველს, ვისაც აქვს დიდი ფინანსური რესურსი. მაქსიმალურად დაუდგეთ ამ ადამიანის გვერდში, იმიტომ რომ პირდაპირ ჩემი ღრმა რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნება ქრისტეს მსახურება, ბავშვების გვერდში დგომა და სამკურნალო წამების მიცემა. არსებობს ეს წამალი არ ყვნავსო, მაგრამ უნარჩუნებს სიცოცხლეს. თუნდაც ერთი საათით ან ერთი წუთით ეს ყველაფერი შესაძლებელი იყოს. არ არის ფინანსური რესურსი ამისთვის არ უნდა დაიხუროთ და დაუდგეთ ამ ბავშვებს გვერდში. იმიტომ რომ ეს ბავშვები სიცოცხლეს იმსახურებენ. წამალი ბავშვები! მიეცი წამალი ბავშვები! წამალი ბავშვები! მიეცი წამალი ბავშვები! წამალი ბავშვები! შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. აქედან მიმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ნუ გვეთამაშებით განწირულ მშობლებს, მამებს, ჩვენ არ გავჩერდებით. მაგათ თუ გონია თუ 2 დღე გავა, 5 დღე ერთი პირა დაიღლებიან მშობლები, ძალიან ცდება. ჩვენ არ დავიღლებით, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არსებულ მედიკამენტზე არ შემოვა ჩვენს ქვეყანაში და ის არ მიეცემა ჩვენ შვილებს. თქვენ დაგესაუბრებით ჯანდაცვის მინისტრმა ფაქტობრივად ხარჯი უწოდა იმ წამას, რომლის შემოტანაც თქვენ სურთ. რა არის თქვენი პასუხი? ბუნებრივია, როდესაც ითხოვთ აღნიშნულ მედიკამენტს მოძიებული გაქვთ, გარკვეული გაქვთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, რამდენად მოქმედი და რამდენად საჭირო არის ეს სამყარო და ეფექტურია იმ დროს, როდესაც ისინი თავისი შვილებისთვის ეძებენ ყველაფერ ევროპულს, თავისი შვილებისთვის ეძებენ ევროპულ განათლებას, თავისი შვილებისთვის ეძებენ ევროპულ მოგზაურობას და დასვენებას. მაშინ ევროპული წამალი, რატომ არის სარცი ევროპული წამალი? სარცი ამერიკული წამალი. როცა ევროპული და ამერიკული ყველაფერი კარგია, წამალი რატომ არის სარცი და წყალი? მიეცი წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! მიეცი წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! მიეცი წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! მიეცი წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს!
მაქსიმალურად ტროტუარზე ამოვიდეთ. ზემოთ არ არის საჭირო პირიქით ქვემოთ ეხლა მერიას მივმართავთ და რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამიტომ ხალის შეცვლა არის ეს საჭირო. დაიწყეთ დარიგება თუ შეიძლება უკეთესად დავაწყოთ. არა, ნებისმიერს ვაძლევთ და ვეთქვით. გადავინოსოთ მერის მისაკეთება. აქ ყოფნის სიტუაცია შეიძლება უკეთესია ის მე სადაც გავა. ეს აპლიკაციის თითქმის ორგანიზმთან მიერთებით ახალი პრაქტიკა ეს არის ერთადერთი მასალა რაც
აი აქ ზემოთ ამოსვლა არ არის საჭირო, აი აქ. მიგე. ეს ის მთავარია შეიძლება რამდენიმე ათეული შეიძლება მოუწია ადამიანი ერთადერთი მოთხოვნით მიეცეს ამალი ბავშვებს შემდეგ მათ უკვე გადაინაცვლეს ალიაში ქუჩაზე შემდეგ ცნაველის გამზირიდან უკვე მოვიდნენ ქუთაისის მერის მიმდებარე ტერიტორიაზე აქ ადამიანები ამბობენ რომ აუცილებელი არის და ყოველ ის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რის გამოც ბავშვებს და ჩვენი საბოლოო დღევანდელი ბრძოლის საბოლოო ჟესტი იქნება სიმბოლური ქუთაისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც აქ მუშაობს, გვინდა რომ სიმბოლურად აი ამ ბავშვების ხმა მიუტანოთ თავიანთ სამსახურში ქუთაისის მერიის შენობასთან, ვისაც გაქვთ სათამაშოები მოტანილი, დუმარეთ შეგვიძლია მოვიდეთ და კიდევთან დავავაროთ და შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ საქმეს და ესე დავასრულოთ. ვისაც გაქვთ, აბა მე ვიცი რომ უკვე მოტანილი გაქვთ. თუ გინდა ჯერ ხელისაწევით გვანიშნეთ ეს უკეთესია. ვისაც გაქვთ, დავავაროთ. კიდევთან დავავაროთ და დავიდეთ. ნიკოლოზი დადებს, ჩვენ კი თუ შეგვიძლია წუთიერი დუმილი გამოვაცხადოთ ამ ჟესტით და შემდეგ დავიშალოთ. მადლობა.
ბანერები თუ შეიძლება აი მე ჩავიბარებ ყველა ბანერს. აი აი. შეთო გინდა გადაგიერთო რაღაცა. ერთ-ორი ვიდეო ჩავწერეთ. ეცით ბავშვები